ყველაზე ხშირად რა მითი გაგიგია სხიურ თერაპიაზე, ხო? თუ გინდა ქიმიოთერაპიაზე. არა, სხიურ თერაპიაზე ბევრი მითებია, რომ ერთ-ერთი ისეთი ცნობილი მითია ხოლმე პირველ ფრაქციაზე, როცა დასხივდება ხოლმე პაციენტი, ეგრევე სახლში რომ მიდის, ეწყება თავბრუსხვევა და მეტალის გემოსგზნობ პირში და არა და პირველ ფრაქციაზე არასდროს არ მიდის იმხელა დოზა რომ რაღაც ანუ ფაქტიურად პირველ ფრაქციაზე კურნალობა არც იწყება მაგრამ ის რადგან გონია რომ რადიაციული თერაპია რაც ფილმი ეხლა თან კიდე მოდაშია ძალიან Netflix-ის არის თუ HBO-ს ჩერნობილი რო იყო აი ზუსტად იმ სიმპტომატიკას აღწერს რაც შეიძლება მიეღო აი რადის ფსიქოლოგიური მომენტია და აი ეს მითები რომ მე ხან ძესვავენ ხოლმე პირველი ფრაქციის შემდეგ ან რა ხო ან რაღაც წითელ ღვინოს და ეს არის ანუ მართლა მითი მეტი არაფერი, იმიტომ რომ პირველ ფრაქციაზე არ ხდება იმხელა დოზის მისვლა იმ ორგანიზმში, რომ რაღაცა სიმპტომატიკა გამოიწვევს, გამორიცხული რაღაცა.